სასტუმრო ოდიში ვეძლებდი ჩემს განათლების განყოფილებას, რომელიც მდებარეობდა მეორე სართულზე და მინდოდა მეპოვა ასევე ჩემი კაბინეტიც, რომელიც ასევე მეორე სართულზე მდებარეობდა და მოხვდი სასტუმრო ასტორიაში. ამჟამად განთავსებულია სწორედ ეს სასტუმრო და აი ესეთი შვენიერი გოგონა აღმოჩნდა, რომ სასტუმრო საკმაოდ მაღალი კლასისაა და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელმაც დაბრთონება გადამეღო სასტუმრო და ჩემი ყოფილი კაბინეტი. შესაბამისად, მე ვცდილობ სიკეთით გადავიხადო. აი ასე გამოიყურებოდა სასტუმრო ოდიში, როდესაც ის ააშენეს, ანუ ის იყო ორსართულიანი და ეხლა მე ვცდილობ აი ამ ხარეს კიბესთან ახლოს გახლდათ ჩემი კაბინეტი და ვცდილობ მოვძებნო ქალბატონ ლუარას და ჩემი კაბინეტი სად მდებარეობდა. დაახლოებით ის მდებარეობდა აი აქ, ეხლა აი ამ კარებში სასტუმროს ნომერია, ამის სიკეთ იყო კიბე და ეხლა სასტუმროს ნომერია. მშვენიერი სასტუმროა, სტანდარტული ნომრები 100 ლარიდან იწყება, ასე რომ ზუგდიდში თუ მოხვდებით, გირჩევთ სასტუმრო ასტორიას, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, სასტუმრო ოდიშის მარცხენა ფლიგელში. თუ სახით სასტუმრო ოდიშისკენ დადგებით, ჩემო ბატონო, ეს აბსოლუტური ქალაქის ცენტრია, თქვენი გელოდებათ შესანიშნავი პირობები, აი ასე გამოიყურებოდა სასტუმრო ოდიში და აი ასე თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ის ფოტოზე ის მარჯვნივ არის, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ეს არის მარცხენა ფლიგელი. ისაც მოგეწონებათ ვიდეო, ესტუმრეთ სასტუმრო ასტორია ზუგდიდში და პარალელურად გამოიწერეთ ჩემი ბლოგი Facebook-ზე, დავაფოლოვერეთ Instagram-ზე და TikTok-ზე და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. ზუგდიდის სტუმრებს სასტუმრო ასტორია, ქალაქ ზუგდიდის ცენტრში, სასტუმრო ოდიშის მარცხენა ფლიგელში. აუცილებლად ეწვიეთ აი ამ კეთილ ხალხს. წარმატებებს გისურვებთ ყველას.